ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი გიორგი. მოგესალმები ნოე. ძალიან მიხარია რომ ჩემი ფორმატის სტუმარი ხარ. მე არაერთგზის ყოფილვარ შენს გადაცემაში და ყოველთვის მიხარია შენთან სტუმრობა და დარწმუნებული ვარ რომ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ ფორმატში ცოტა განსხვავებული გიორგი გაბუნიას ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ამპლუაში უკვე ნანახი ყავს, მათ შორის ცეკვავენ ვარსკვლავებში. ყველა შენ პროექტში. შენი მე ვფიქრობ ძალიან წარმატებული და ძალიან საინტერესო მონაწილეობით, რისთვისაც აქედანაც მადლობას გიხდი. მადლობა პირიქით. და ვფიქრობ, რომ დღეს შესაძლებლობა გვექნება ძალიან ბევრ საინტერესო ნიუანსზე ვისაუბროთ, ის რაც მაყურებელმა ალბათ არ იცის შენს შესახებ. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. პრაქტიკულად ყველა შენ გადაცემაში დამყოფი ვარ. პრაქტიკულად არა, ყველა შენ გადაცემაში დამყოფი ვარ, რომელსაც აკეთებ, მაგრამ ალბათ აქ ცოტა პრაიმ შოუში ხარ როგორც საკუთარ სახლში ისე ვგზნობ ხოლმე თავს, იმდენჯერ ვარ დამყოფი ცეკვებში, ბუნებრივია, დეტექტორზეც ისე ვიყავი, მაგრამ აქ ცოტა ისე ვარ რაღაცნაირად. როგორ? აი, მოჭიმული? ნუ ოდნავ. რატო? ნუ არ მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ვართ, მაინც რაღაც სტუდია ერთ-ერთზე, კი. მაგრამ ვფიქრობ საინტერესო იქნება და მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა შენ და ნანახი გექნება ეს ფორმატი. არაერთხელ. და იცი კიდევაც ტრადიციულად პირველი კითხვა იქნება ვინ არის გიორგი გაბუნია. გიორგი გაბუნია არის ის ვისაც რეალურად უпростоრად ტელეეკრანებზე ხედავს მაყურებელი. არა ვარ დიდად განსხვავებული გიორგი გაბუნია ეკრანზე და ეკრანს მიღმა. ნუ რა თქმა უნდა ხ მინიმალისტურ დეტალებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას. და ხო, ეკრანებზე გაცილებით უფრო მხიარული ვარ ხოლმე ვიდრე ანუ არის კონტრასტი. კი, კონტრასტი არის. ნუ აი შინაგანი განწყობები, გულისხმე რაღაც ღირებულებები ერთნაირი, დანარჩენი ნუ რეალურად არის რა თქმა უნდა განსხვავება. და გიორგი გაბუნია არის ერთი უბრალო ქუთაისელი ბიჭი. ოჯახის მოყვარული, მეგობრების, თავისი ქვეყნის, თავისი პლუსებით, თავისი მინუსებით. კაი, მოდი მინუსებზე ვისაუბროთ, რახან ახსენეთ თავის პლუსებით და მინუსებით. ყოველთვის უჭირთ ხოლმე ადამიანებს თავიანთი მანკიერი მხარის პოზიციონირება, რომ ნახოთ შენ შემთხვევაში როგორ იქნება. არ გამიჭირდება რეალურად ალბათ თქმა, იმიტომ რომ ხშირად ვესაუბრები ხოლმე საკუთარ თავს მაგ ნაწილში. რომ აი რაღაცეები რაც არ მომწონს ჩემს თავში ვცდილობ ხოლმე გამოვასწორო. ეხლა რამდენად ხშირად გამომდის არ ვიცი, ამას ალბათ ჩემს გარშემოყოფები უფრო ხშირად, უფრო კარგად იგრძნობენ, მაგრამ ჩაგეკითხები, სად ხდება ხოლმე ეს დიალოგი ძირითადად? სახლში ღამით. ყველას რო ძინავს, განსაკუთრებით მაშინ მიყვარს ხოლმე ოთახში, ჩემს ოთახში განმარტოვდები ხოლმე, ან აივანზე ჩამოვჯდები, აი რაღაცა ეგეთი ისე მაქვს. ან ხო ძირითადად ღამე არის ხოლმე სულ პრაქტიკულად და იმიტომ რომ რაღაცეები ან ჩემი მაგალითად მინუსები მე რაც ვთვლი რომ არის რასაც მე ვთვლი რომ მაქვს არის ის რომ მაგალითად ვარ მიმდობი ძალიან რაც ალბათ 100 შემთხვევიდან 95 ჯერ არ გამომადგა სულ ყოველთვის წავამტრიე ცხვირი ამაზე რა. რა საინტერესო სტარტი გვაქვს დიალოგის. კი. ანუ რატომღაც ეგრევა რომ აი რაღაც კარგი თუ ხდება ჩემს თავს, მინდა რომ აი გავუზიარო ვინმეს, მოუყვე რომ აი ნახე და გონია რომ იმასაც ისევე უხარია როგორც მე და მე ხვდები რომ რეალურად ეგრე არ არის, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისა რომ მეორეჯერაც იგივეს ვაკეთებ. პირველი ფულის ხიბლი თუ შეგიძლია რომ გაიხსენო. ჩემი მაშინდელი 500 ლარი პირველი ჰონორარი რაც იყო ალბათ რავი გაცილებით დიდ თანხას მერჩივნა იმ მომენტში რაღაცას პირობდად რო ეჩუქებინა იმას მერჩივნა იმიტომ რომ ჩემი გამომუშავებული იყო და ძალიან სხვანაირი გემოქონდა რა თან მაშინ უკვე ისეთ პერიოდი იყო ცოტა
ძიმე ფინანსურ ნაწილში, იმიტომ რომ მამა უკვე დაღუპული იყო და დედას არ ჰქონდა იმ მომენტში იმდენი შესაძლებლობა და შესაბამისად რაღაცა ეს გამომუშავებული ჰონორარები, რასაც რაღაცა ხანდახანა ესე ვიმუშავებდით ხოლმე ამ სცენარების დაწერით, იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის სასიცოცხლოთაც მათ შორის და თან ამავდროულად ძალიან ესეთი რა ქვია, კარგი და მაბედნიერებდა ხოლმე. თუმცა ნუ მე იყო სამსახური, სადაც იგივე ხელფასი მქონდა, 50 ლარით მეტი 550 ლარი მქონდა ხელფასი და რა სამსახური? ვიყავი ერთ-ერთ ენერგო კომპანიაში ინკასატორი დენის რუსთავის სოფლებში მუშაობდი 3 წელიწადი და რამდენიმე თვე. 3 წელიწადი? არ არის ცოტა. არა. ენერგეტიკის ფაკულტეტში ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩაგიჭრია დენი? კი, ბევრჯერ. მართლა? კი, ეგ იყო ჩემი საქმე. როგორ შეგრძნება? ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მიხვედი დენის მოგივიდა სია, რომ აი ვერ გადაიხადა რა აბონენტო. და იყო მაგალითად 100-150 კაცი, 200 კაცი რომ უნდა გაგეთიშა, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი 40 არა, მაგრამ ერთი 15-20 კაცი იყო სააბონენტო ჩემი რა, ანუ ესე რო ვთქვა და მოდიოდა და ვიღაცას მაგალითად ჰქონდა ლარი და 50 და ვთქვათ ან დავიწყებული ან დაკლებული. რამდენიმეზე მაგალითად თუ ეგრე ცოტა ჰქონდათ ხოლმე აი 70 თეთრი თუ რაღაც 80 თუ ლარი რაღაცა გადამიხთია მე თვითონ ან რამდენიმე ადამიანისთვის და იმისთვის აღარ ჩამიჭრია, მაგრამ ეხლა ვისაც 20, 30, 40, 50 ლარი და მეტი ქონდა დავალიანება, ნუ ფიზიკურად არ მქონდა ეხლა მაგდენი შესაძლებლობა და ჩემს საქმესაც რაღაცნაირად ხო იცი ვიმარტივებდი, ვარდებოდა გასათიშ და აბონენტასზე, იმიტომ რომ აი კვდებოდი ყველა მისვლაზე რა. კვდებოდი, აი ვიღაც გამოსულა შვილებთან ერთად და ნუ არ გამითიშო დენი ბავშვია ცუდად, გაციებული, ხვალ გადავიხდი და არ გამითიშავს, მე ხვალაც ვერ გადაუხდია და პრემია მაგალითად 3 წლის განმავლობაში არასდროს არ ამიღია ამ ენერგო კომპანიაში, ყველას აღებული ქონდა ალბათ, იმიტომ რომ პოულობდნენ ჩართულ აბონენტებს, რომლებსაც აი ვერ ვთიშავდი რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო, აი ან მეწოდებოდა, ან არ შემეძლო, მაკლებდნენ ხან ხელფასს, ხან პრემიას, მაგრამ ვიღაცებს მაინც ვთიშავდი, ახლა ხო გინდა არ გინდა, ვინც არ გამოდიოდა და უბრალოდ ავტომატთან და ცუდი ჩემთვის იყო ძალიან რთული რა, ან ნერვიულობდი ხოლმე სულ და ის, მაგრამ არ იყო იმ მომენტში სხვა გზა. მამაც ადრეულ ასაკში დაკარგე. კი. 19 წლის ვიყავი, თემური რომ გარდაიცვალა. შეგიძლია გაიხსენო? ეგ იყო ალბათ ყველაზე მძიმე და ყველაზე გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში ამავდროულად. მძიმე, იმიტომ რომ დავკარგე ახალგაზრდა მამა, რომლის გარდაცვალებასაც კასკადურად მოხვა ჩვენს ოჯახში მამაკაცების რაღაცნაირად წასვლა ამ ქვეყნიდან. მამას გარდაცვალების მერე ბიძამ ნერვიულობაზე და რაღაცა ამბებზე მალევე წავიდა და ბაბუაც პრაქტიკულად ჩავარდა ლოგინად, ეხლა მშობლისთვის ყველას მოგვაშოროს შვილის გარდაცვალება და გარდატეხა იყო ის, რომ ყველაფერი, ანუ უცებ გავიჭითე ერთი კაცი მთელ გვარში. ჩემი შტოდან მხრიდან და კინაღამ გავგიჟდი, ოღონდ მართლა, ანუ ვერ დავიძინე რამდენიმე დღე მახსოვს ძალიან კარგად ის ღამეები და კარგია მაგდროს მეგობარიც გვერდში იყო ის, მაგრამ ნუ ვერავინ ვერ გიმსუბუქებს ახლა მაგას ტყუილი ამბავია ვინმე მართვას. ანუ თან ნერვიულობდი რომ მამა აღარ იყო და თან ნერვიულობდი რომ ამდენ ქალბატონს მე რა უყვარ. მამას რა მოუვიდა? გულით დაიყო. ანუ მეთქი აი პატარა ბარბარე, დედაჩემი, 2 ბებია და ანუ ასაკში მყოფები და აქეთ პატარა ბავშვი, იქით დაქრუებული ახალგაზრდა დედაჩემი და ანუ გავიჭედე ძალიან. ანუ აი საერთოდ არ ვიცოდი რა მეკრა. ოღონდ მართლა. და ახალი დაწყებული მქონდა სამსახური მაშინაც, მაგრამ ძალიან რთულია ხვდები, როდესაც უცებ ბუმ და უძლიერესი ოჯახი ქუთაისში, სადაც შენ ნამყოფი ხარ სხვათა შორის, ჩემს სახლში. მახსოვს გადასარევად და უცებ ეს მძლავრი ქუთაისური ოჯახი, აი ესეთი ცნობილი გაბუნიები, იქ ცხოვრობდნენ დიდი ბაბუა, მამა და ბუმ, უცებ აღარა. სახლის დაცარიელ და
ეს მითი რომ ძლიერები ჩამოიშალა და 19 წლის მე ისა რა ქვია ენერგეტიკის ფაკულტეტის მოსწავლე და ენერგოკომპანიის თანამშრომელი ისა რა ქვია ელექტრიკოსი. კი არ ვაკნინებ მე ჩემს პროფესიას, მაგრამ ანუ მარტო მე დავრჩი და იყო ეგ კატასტროფა რა. ღამე ბევრჯერ რაღაცა ნერვიულობაზე იც არ ძმალავ ეგ ხა არა მიტირია ღამე გამხუწებია ტირილით ხან დამესიზმრებოდა ხან რაღაცა მინდოდა მეკითხა ვერ ვეკითხებოდი ეს ბურთულა აქ რო გახრჩობს ხო იცი რაღაცა რო გეჭედება და ნუ ესა და მაგრამ ღმერთის წყალობით და ამ ადამიანების რა თქმა უნდა ჩართულობით გადავიტანე ეგ და მაგით ვცხოვრობ რა გადავიტანე ეგ პერიოდი და მივხვდი რომ ჩემზე იყო ბევრი რამე დამოკიდებული და აბა გიორგი რაღაც უნდა ქნა. ეგ იყო გარდატეხვა და ამ დროს უდიდესი ტკივილი ცხოვრებაში. ერთდროულად ეგ ორი ამბავი ერთად რა. ძალიან ემოციურია რაც მოყევი და სამწუხაროდ ხდება ესე ჩვენ ცხოვრებაში რომ მშობლები მიდიან ზოგი ადრე ზოგი ცოტა გვიან მაგრამ ნუ შენ შემთხვევაში ახალგაზრდა მამის დაღუპვა რა თქმა უნდა განსაკუთრებით ულსატკენი არის. მოდი დაუბრუნდით საკუთარ თავთან დიალოგს და კიდე რას ეუბნები ხოლმე შენ თავს? მაგალითად ვარ, ხო, ნუ გეტყვი, მოდი მინუსებს გეტყვი. ხო. ერთი ხო თქვი ის რომ იმდობის ამბავ. ვარ სულ სწრაფი. აი უცეფინდა ყველაფერი. არ არის ეგ. ანუ ყველაფერი მინდა უცებ. რა ხდება ის ანუ მოდი ახლა ვექნათ. არა, ხო მეტყვი რომ არა ეგრევე მინდა და უეჭველი ჩაფლავდა 100-დან 95 აქაც იგივე სტატისტიკა არ გამოდის ჩქარა არაფერი ხანდახან რაღაცები გამოსულა მაგრამ არ გამოდის მე ნახე სულ მაქვს საკუთარ თავთან ბრძოლა და ეხა რაზე როცა იზრდები ყოველდღიური თავის გადარჩენა გვიწევს ყველას ცხოვრებაში ხო დამეთანხმები ასე არის რა და რაღაცეებს ანუ გონია რომ მაგალითად რაღაც რომ გავაკეთო დაუშვათ ხო რაც ჩემს დაუშვათ პრინციპებს მაგალითად გადააბიჯებს ხო ну რა თქმა უნდა გამორიცხულია მაგრამ და არ ვაკეთებ მაგრამ შესაბამისად როდესაც რაღაცა ანუ მოკლედ რო გითხრა ისეთი კრიტერიუმები მაქვს ჩემი თავისთვის დაყენებული რომელიც რეალურად ანუ საერთოდ არ უნდა გქონდეს ადამიანს რა ეგრე რა რაღაცა ჩამოწერილი მაქვს რაღაცა დედლაინი რომ აი ეს ასე არ უნდა ქნა ეს ასე არ უნდა ქნა ასე შეიძლება არაფერი ცუდი არ არის რეალურად მაგრამ რაღაცა კომპლექსიანი ვარ რა მოდი პირდაპირ ვთქვა ესე რა ხო კომპლექსები მაქვს რა ჩემი ხო ვითომ ძალიან ესე გახსნილი და ღამიშოუს წამყვანი და ქვეყნის აი იუმორისტი და მაქვს კომპლექსები სხვებს ვკითხავ ხოლმე მორალს მაგაზე რომ კომპლექსები არ უნდა კონდეს და მე მაქვს კომპლექსები საინტერესო რაღაც ამბობ აი მაგალითად თავარი კომპლექსი რა გაქვს აი ეხა ჩვენთან მაგალითად მესამე ადამიანი რომ იჯდეს და შენ დავუშვათ ლაპარაკობთ ერთმანეთში მე ჩემთვის ვზივარ ხა აი დავუშვათ შენ გაუწოდე ხელი რა ან რაღაც უთხარი და იმან ვერ გაიგონა ან არ გაი მე ვიწყებ ნერვიულობას ანუ მომენტში რომ რას ქვია იმას არ უთხრა და ჩემი ძმა სახელი თუ არ ვიცი ან თუ სახელი ვიცი მიტანს კანკალი მაგალითად რომ რაღაცა ცუდი ახლა რას ქვია ხელი ანუ და ვიძაბებ კი ამბობ რომ კომპლექსიანი ვარო რა მაგრამ მაინც უნდა კითხო მიდი იმედია კითხვა არ დაგაკომპლექსებს და თამამად იტყვი შენს დადებით მხარეებს აი გითხარი საკუთარ თავზე რა შეგიძლია. ეგ მაკომპლექსებს ძალიან სადღეგრძელოს ჩემს ეს რომ ამბობენ წითლდები. ხო და აქ არ ვიტყვი შენ სადღეგრძელოს. მინდა რომ შენ თქვა საკუთარი თავის. სადღეგრძელო? ასლაპარაკობს სხვისაზე წითლდები და მერანაირად ვიტყვი. შენ დაგლოცავ ხო მაგრამ აი მაგალითად ისეთი ხაზგასასმელი შენი დადებითი მხარეები რა არის რას თვლი? ყველაზე კეთილი ხარ? კეთილი ვარ. აი რაში გამოიხატე? როგორ ფიქრობ? ანუ არასდროს ანუ ძალიან ახლა ჩემგან ისე ჟღერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი მაქვს ძალიან დიდი. შეიძლება ხანდახან რაღაც ჩემი ნაბიჯით ვიღაცისთვის პირობითად ვამბობ, ჩემ და უნებლიეთ კარგი არ გამოდიოდეს, ვიღაც არ ვიცი, ხო ხდება ეგეთი რაღაცები ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი განზრახვა ეგ არასდროს არ იქნება, რომ ვიღაცას ვავნო. ანუ ყოველ შემთხვევაში ამისკენ შურისმაძიებელი ხარ? აი თუ ვიღაცამ გავნო, ხარ? არა. არა? მავიწყდება. მიუშვებ? მავიწყდება. გავიწყდებ. შურისმაძიებელი არ ვარ.
სიკეთეს ვცდილობ და ანუ მიყვარს კარგის კეთება სხვის, ანუ მაგარ სიამოვნებას ვღებულობ ამით. ერთგული ვარ, ეგ არის მთავარი ჩემი თვისება. პირად ურთიერთობაშიც და მეგობრობაშიც. Central Park Towers-ი არის 2.42 სართულიანი შენობა ქალაქ თბილისის ცენტრში, Central Park-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ საკუთარი სასტუმროს ნომრის მფლობელი Radisson Blu's ოპერირების ქვეშ. ეს არის ადგილი, სადაც იქნება ბევრი სარესტორნო სივრცე, საშოპინგო მოლი და თბილისში ყველაზე დიდი ივენთ ჰოლი გათვლილი 5,000 ადამიანზე. და რა თქმა უნდა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას და გახდეს საკუთარი სასტუმროს ნომრის მფლობელი ასეთ დიდ და საინტერესო კომპლექსში. ეხლა მითხარი, რამდენად ხშირად ხდება, როდესაც მოდის სტუმარი და ის სტუმარი აი დიდად არ გიამება რა. მაგრამ ნუ შოუს ნაწილია. არის კი ალბათ რაღაცა ხო რომ შეგიმჩნევია, როდეს მე ყოფილა ეგეთში ეთერში არ ვამბობ, აი ისე თუ ყოფილა შემთხვევა, რომ შეგეტყო რა, აი ვერ მოითმინე და შეგეტყო რა. ანუ არ გამოვხატავდი, გამორიცხულია. ანუ სულისა ვარ თავშეკავებული მაგნაცი. ყველაზე ძალიან ვისი მოსლოგი ხარია ხო? ეხლა სიმართლე რო გითხრა, მაგალითად თუ ადამიანს მანამდეც ვიცნობ, ანუ მით უმეტეს თუ მეგობრობ, ეგ ძალიან მისწორდება. იმიტომ რომ იცი რომ გახსნილი იქნება და ყოველ შემთხვევაში თუ გახსნილი არ იქნება, გახსნი გაუხსნელსაც, მაგრამ სცენარს მიღმა იცი რაზე ელაპარაკო რა, გაიგე? ანუ ეხლა პირობითად ხო ისეთ თემებზე დაუწყებ ლაპარაკს, რომელიც სცენარში არ გიწერია. ანუ ნაცნობი სტუდიის მიღმა, ეგეთები არიან ყველაზე ჩემთვის კომფორტულები რა, თუმცა ნუ ჩემი საქმე და პროფესია და ეთიკა მოითხოვს, რომ ყველასთან ვიყო ეგეთი და ვარ კიდევაც ეთერში, მაგრამ არის ეხლა ეგეთი სტუმრები რომ ხო ხანდახან აი თუ გაახსენდება ყველაზე მეტად გულიანად ვისთან გეცინებოდა, ვიზე გეცინებოდა. ჯაბოვიჩის შემოსვლებზე, სადაც ხვდები რომ თვითონ ამატებს რაღაცებს, ანუ იქ მემართება ხოლმე პანიკა, ძალიან მეცინება ჯიმის. აი ჯიმი არის, აი უცებ ვიტყვი, გადახვევა, რომ ჯიმი არის ადამიანი, რომ ჩემთვის ისა რა ქვია, მამოტივირებელი იმ პონჩი, რომ აი როგორც სულ ხასიათს არ უნდა ვიყო, გიზის გვერდზე და ერთ წუთზე მეც ვერ ჩერდება, უნდა ილაპარაკოს უეჭველი და რაღაცას ისეთ სიტყვის, რომ აუცილებლად გამაცინებს რა. და ეს იმდენად მაქვს ცხოვრებაშიც გამჯდარი, რომ იქაც რო შემოდის უკვე მეცინება და ახლაც მეცინება რაღაცეებს ახლა ვიხსენებ თავში, რაღაცები უთქვამს და ძირითადად სცენარს მიღმა. ნუ სცენარიდანაც, მაგრამ აი ჯაბოვიჩი მაცინებს ძალიან. კაი, ის დღე გაიხსენე, როდესაც გითხრეს, რომ შენ საკუთარ გადაცემას წაიყვან, ღამის შოუს წაიყვან იმედზე. მახსოვს, ეგ ძალიან კარგად მახსოვს ასლაბარაკო. ეგ იყო ჩემთვის მე გეტყვი ეს. სულ ვიცოდი რომ ვიქნებოდი იქ სადაც ახლა ვარ. და გეტყვი რატო? სულ მინდოდა რომ სადღაც ყოფილიყავი კამერებთან. რომ აი ხელებს გავშლიდი და სადღაც რაღაცას ვიტყოდი საღამომშვიდობა. აი დედას გეფიცებ. აი კითხე ჩემს უახლოეს მეგობრებს, ვისთან ერთადაც გავიზარდე და გიდასტურებ. უბრალოდ თუ ეხლა რაღაცას ოცნებობ, რომ მაქსიმუმს მიაღწიო, ხო, იმ მიმართულებით. და ეხლა იმაზე მეტი მაქსიმუმი რა არის, რომ ქვეყნის ნომერ 1 ტელევიზიაში ხარ თავარი იუმორისტული გადაცემის წამყვანი. იდეალური რამაა, ხო? თქვენ, აი შენ მაგალითად, მე ხმახსოვ ხარ ტელევიზორი. და რაღაც უყურებდი, რაღაცა შენს გადაცემას, არა მარტო შენს, სხვა ჩვენი კოლეგებს. დღეს ეხლა ვართ მეგობრები და ესაა ყველაზე მაგარი. აი ეს ძალიან მაგარი რამე. 2017 წელი იყო. და პოსტივი ინტერნეტ ტელევიზია პოსტივი იყო ახალი გახსნილი და მან ორი შოკი მქონდა, ეხლა გეტყვი ორ შოკს. ერთი შოკი იყო, რომ ღამის შოუსო ვიწყებთო, მაესტროზეო და შენ უნდა იყო წამყვანიო და აი მთელი ბავშვობა დამიდგა თვალწინ. რომ აი გიორგი, ღმერთმა მოგცა ეხა შანსი, რაზეც ოცნებობდი მთელი ცხოვრება და
აი ცნობილი ვიდეო რო არის რა, ამას ახლა სავარაუდოდ ამოჭრასაც ვიტყვი, არ შეიჯვა ალეკო, ხო იცი ის კაცი რო ეუნება ალეკო. არა მოუჭრი. აი ხო. მეთქი გიორგი, ესა რა ქვია, ანუ აი ახლა გაქვს შანსი და ღმერთმა მოგწეს შანსი და არ უნდა გაუშვა ხელიდან. და აი რა გითხრა, გავარდი სახლში. პირველი სახლში მივედი და მეთქი და აი ხამის შოუს იწყებენ და მე შეიძლება ვიყო წამყვანი უნდა ცადონ აი რა გითხრა სახლშიც ხო აი უზომოდ ბედნიერი ყველა რომ რაღაცა დამიფასდა ეს ჩემი შრომა რომელიც მოვიტანე რა ვიცი ბევრი წვალებით და მეორე შოკი რომ მაესტროზე რო გადიოდა მოვიდა ერთ დღეს შალვა იყო მე მომენტს ვიღარ მო იმედიდანო დარეკესო და გაბუნიას ხამის შოუო მოსწონთ ძალიანო და უნდათ რომ იმედზე გავიდესო და აი ახლა როგორც ვსივარ, აი დავჯექი ხო იცი რომ მოწყდები საერთოდ აი ყველაფრის აი რაღაც ჩამომეხსნა და მეთქი აი მადლობა ღმერთო რომ უკვე იმედი იყო და მეთქი რას ეღირსე გიორგი გაბუნიას ღამის შოუ იმედზე და აი მე მოვედი და გაიჭიდა თქვენ ყველა ვინც ტელევიზორში ყავდით ნანახი და ყველა ჩემი სტუმარი იყავით მე რა მოდი მოყევი ახლა შენ ცხოვრების ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი როგორ გაიცანი ნინო იმას შეგაცმარამდე ისე ვიყავით რაღაც რთულ ამბებს გაჭირვებებს ყვებოდი და ნინი გავიცანი ბავშვობიდან ვიცნობ ნინოს ჩემო ნოე მისი მშობლები და ჩემი მშობლები იყვნენ უახლოესი მეგობრები სკოლაში კლასელები მამამის და მამაჩემი განსაკუთრებით უახლოესი მეგობრები და ხმა ბავშვობაში მყავს ნინო ნანახი პირველჯერ რაღაც ჩანჩვენთან მოდიოდნენ მათთან მივდიოდით მაგრამ მე რაღაცა ეს მრავალწლიანი პაუზა იყო იმიტომ რომ ახლა მე თბილისში წამოვედი რაღაცა ის თურმე და შევხვდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნინოს საღამო 8 საკლდა დაახლოებით 10 წუთი და რატომ ახსოვს ესე კარგადაც გეტყვი ის ავაცახსენებელი პერიოდი იყო აი რო გითხარი მამალჩიმი გაჭირვება და ერთ-ერთ მაღაზიაში ლობიანის ფასი ნახევრდებოდა 8 საათის მერე და მე და ჩემი მეგობარი ვიდექით და ლარი და 60 გქონდა და ანუ ლარი და 60 ყიდა ერთი ლობიანი მაგრამ ორს ყიდულობდით განახევრებულ ფასში რა რეალურად და მაგას ველოდებოდით 10 წუთი იქ ვიდექით რომ გვეყიდა და მაგ დროს გაიჭიდა ნინი მეთქი აბა როგორ შევხედოთ ძალიან ლამაზი გოგო ახლა რაღაცა გამახსენდა ყველაფერი და მეთქი საიდან აქ როგორ აი მე უნივერსიტეტიდანო სახლშიო მივდივარო ტაქსი უნდა გავაჩერო წაფიდეო ნინი მე უნივერსიტეტში შენ რა შვებიო მე ხომ არ ვეთყოდი ახლა შენ ტაქსით მიდიხარ და მე ლობიანის განახევრებას ველოდები ლარი და 60-იანს მეთქი რა მეგობარს რაღაცა ის ქონდა გამოცდა და ლექტორმა გვიან დაიბარა და მეთქი მაგას რაღაცები ვიბჟუტურები ბოდიალე და მომერიდა შემცხვა ახლა ხო და ესა და მეთქი ეგრევე მეთქი ტელეფონის ნომერი ხა იმას ხო არ ვეტყოდი მომეწონე თქვა პირველივე შეხვედრაზე ის მეთქი თბილისში მარტო ხარ კაცო ახლა აქ რაღაცა და რა სიტყვის მამა შენი მეთქი რო გაიგოს რა ხა ჩვენ ერთმანეთი ვნაკეთ და ყურადღება არ მოგაქციე მეთქი ახლა ისეთი პონტი არა და რაღაცა და ხო იცი ეს შეყვანილი ქუთაისური ბაზარი რა მე რა თქვა მამა მეგეც მოყევი და მეორე დღესვე დავიწყე აქტიურობა მეორე დღესვე გადავედი შეტევაზე. რა გადავედი შეტევაზე და ყველაფერი კარგად რომ წავიდა. და მივედით იმ მომენტამდე რომ უკვე გიყვარს ერთმანეთი, გვინდა ერთად ცხოვრება. ეხა გიორგი უნდა ადგე და მიხვიდე ოჯახს ელაპარაკო. ხო ვითომ მარტივია რომ იცნობ ოჯახს და უფრო რთული ყოფილი. უფრო რთულია. გაცილებით რთულია, იმიტომ რომ თან მქონდა რაღაცნაირად, ხო იცი, აი, რიდი. თან რაღაცა ეს სირცხვილის ის რო რა იყოს ასიცხვი, მაგრამ აი მე ხა მეთქი არის ფიქრონ რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით და რომ მაგრამ ხო არაფერი აქ რეალურად, მაგრამ რაღაცა ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და გავგიჟდით და მეთქი როგორ ვქნა და ნინის ნათლია იშუამდგომლა, რომ მე და გიორგი შევხვდით ერთმანეთს და მანქანაში ნინის ნათლის მანქანაში მახსოვს მაგრად და ეს შენი გახსნილი გაბუნია და ჯიბეში რო ხელს არ ჩაიყოფს სიტყვაზე გადაყლაპა ენა ზივარ ესე უკან წინიზე ეს გიორგი და არც მიყურებს ბიჭო
ამაზე საერთოდ მოვკვდი. გისმენო, რა ვქნა მეთქი ახლა. ახლა ვიყო მეთქი ჩაწერაზე და არ მიწევდეს არაფერს ამას ლაპარაკი და როი რაღა ვქნა. ხო ის და მეთქი ესე და ამომხედა პაუზა გააკეთა და ეს პაუზა იყო მაგ დროს ხო იციან რაღაცას რო ელოდები ან ცუც ან კარგს და პაუზა როა ეგ ყველაზე ცუდი. 2-3 წუთია. შემეკრას უნდქო და თვითონაც ხო უყარხარ. რაზეა ბატონო მე ვთქვარი ლაპარაკი აბა იხა ისე რანაირად მე ვთქვი ორივეს გვიყვარს ერთმანეთი და მაშინო მეო ჩემიო შვილისო ბედნიერებაო ჩემთვისო არისო უნიშნელოვანესი ამბავიო და თან ეკლესიური კაცია და უნიშნელოვანესი ამბავიო და შესაბამისად თუ და შენ ოჯახს რადგან მე ესე კარგად ვიცნობ და ჩემ ხელში ხარ ჩემ თვალწინ პრაქტიკულად გაზრდილიო წინააღმდეგი როგორ უნდა ვიყო ოღონდ ეგრევე დააყო და მანდ უკვე მივხვდი რომ ეგრევე საქმეზე გადავიდა კაი გაგებით საერთო მამა უყავს და მამაო საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ. რომ ხა ოჯახის წევრია და უნდა იცოდეს და მანდ მივხვდი რომ მამაოსთან რომ მივდიოდით სალაპარაკოთ, ესე იგი ხო ხდები ანუ ისეთი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კარგი ადამიანი, ავტორიტეტია ორივე ოჯახისთვის და აი ეგ იყო, ისა რა ქვია, რეალურად, მაგრამ სახლში ჩემებს უთხარი ყველაზე გვიან და დედაჩემი სულ გაბრაზებულია, მაგას სულ გაბრაზებული იქნება. ანუ ჯერ ნინისიანებთან მივედი და მერე მივედი ჩემებთან, დედაჩემთან. დედაჩემი იძახის რომ ჯერ მე არ მომიყევიო და აი თემური ყოფილიყო ალბათ ჯერ თემურის მომყვება. მოუხადე კიდე ერთხელ ბოდიში. ბოდიში დედა ძალიან მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის. ეხლა თავარ. კირა ბაბუნია. კირა ბაბუნია, რომელიც მღერის. საოცრად მღერის თან და დამონდომებული, ხო? მე უკვე მაჯობა. სიმღერას კი. მამობამ როგორ შეცვალა ჯერ ეს მამობამ მაგრად შემცვალა. მამობამ შემცვალა, ნახე რა კუთხით განსაკუთრებით დავიწყე ორ რამეზე ზრუნვა. ერთი რომ ვარ ძალიან მხარჯველი და მეორე ჯანმრთელობას არ ვუვლი. და ორივეს ნაწილში შემცვალა კირა. რომ უკვე დავიწყე რომ აღარ შეიძლება ყველა კი მაინც მაშვები ახლა მაგას ვერ მომაკლებს ვერავინ რომ აი მიყვარს მეგობრებთან ერთად რაღაცა დროის ტარება და ესა მაგრამ უფრო მეტად დავღვინდი რომ რაღაცა ცოტა მეტი მოიკელი ცოტა შენ მოიკელი რომ ნინის და კირას არ დააკლდეს რაღაც ხვალზე ეგ და აი ამ ამბავში შემცვალა მეორე იმაში რომ დავიწყე თავის მოვლა კაცო ანუ სამედიცინო თვალსაზრისით სანამ რაღაც არ ძალიან აი პირობითად ხელი არ გამიშავდებოდა ხელი თუ მტკიოდა ექიმთან არ მივიდოდი რა და ეხა მინდა დავდივარ და რაღაცა ხანდახან 6 თვეში ერთხელ წელიწადში ერთხელ გამოკვლევებს ვიკეთებ რომ მინდა რომ დიდხანს ვიყო რა და რაც მე დამაკლდა ის კირას არ დააკლდეს რა მე ვფიქრობ რომ დღეს სხვანაირი გიორგი გაბუნია ნახა მაყურებელმა ცოტა უფრო ღრმა თავისი ფიქრებით, თავისი წუხილებით, თავისი იმედებით, თავისი სიხარულით, თავისი ისტორიით და ამისთვის შენი მადლიერი ვარ. მადლობა შენ. ძალიან კარგი გადაცემაა სხვათა არ წვებია ცუდი, მithქვამს კიდე, მაგრამ ეს რაღაცნაირად, რატო იცი? მე პირადად ძალიან ბევრი მინახავს აქ ჯდომის სტუმარი და ძალიან კარგად იყურება, როგორ იყურება, იცი, რასაც არა ვართ მიჩვეული, ზოგადად ტელევიზიიდან, აი იმას უყურებთ რა, იყובה ყველა რეალურ თავის ამბავს რა და ძალიან კარგი არის და მადლობა შენ რომ მეც დღეს აქ ვილაპარაკე, მე მგონი პირიქით არისო უინტერესო. გადასარევი იყო და მე დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. და ბოლოს გააგრძელე. და ბოლოს. ყველაფერი იქნება კარგად. თავარია გწამდეს ღმერთის, გვიყვარდეს ერთმანეთი და შეძლებს და გვარად მეტი სიკეთე ვაკეთოთ. მადლობა იმისთვის შენ როგორიც ხარ და მე ასეთ უწყვეტ წარმატებას გისურვებ. ასევე ჩემო კარგოთა, ერთადაც და ცალ-ცალკეც მადლობა.